შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს სამცხე-ჯავახეთში მომუშავე მედიკოსებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ექიმებს სამინისტროს ახალი რეგულაცია რეცეპტების ინსტიტუტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს და ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი ახალი რეფორმები განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დღეს ექიმები ფორმა 3-ის შევსების წესებს გაეცნენ. რეცეპტული სისტემის ახალი რეგულაციები ძალაში 1 სექტემბრიდან შევა, რომლის მიხედვითაც აფთიაქებს ექიმის რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემა ეკრძალებათ. 1 სექტემბრიდან რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედების ახალი რეგულაციების მიმდინარეობას მონიტორინგს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საჭირო კონსულტაციებს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები გაუწევენ. ასევე ჯანდაცვის სამინისტროში სემინარების ოთახი ფუნქციონირებს, სადაც ყველა დაინტერესებულ პიროვნებას საშუალება ექნება ფორმა 3-თან დაკავშირებით ამწურავი ინფორმაცია მიიღოს. როგორც მეცხრე არხთან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, რეცეპტებთან დაკავშირებით საინფორმაციო სახის შეხვედრები როგორც ექიმებთან, ისე ფარმაცევტულ კომპანიებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ფორმა ნომერი 3 რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვას მეორე ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტზე აფთიაქს შეძენისას 1 სექტემბრიდან სავალდებულო არის რეცეპტის წარდგენა და ზუსტად ამ რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით მთელი რიგი კითხვები არის გაჩენილი, როგორ უნდა შეივსოს რეცეპტი, როგორ უნდა მოხდეს ელექტრონულად რეგისტრაცია რეცეპტის მოსაპოვებლად, როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულება და მთელი ის ტექნიკური საკითხები, როგორ უნდა იქნას შესრულებული სამედიცინო პერსონალის მიერ. ეს შეცვლის იმას, რომ არ იქნება თვითმკურნალობა, არარაციონალური ფარმაკოთერაპია, რასაც ძალიან ბევრი პრობლემები მოაქვს თვითონ პაციენტისათვის. ძალიან ბევრია გვერდითი მოვლენები, ძალიან არის სიკვდილიანობის შემთხვევებით გამოწვეული არასწორი მკურნალობით.